მეგობრებო, დღეს უნდა ჩავწეროთ ჩვენი ელათურჯინის თმების მოგსოვა. თავიდან ვიდეოში დეფერს ნომერს ძალიან ლამაზი რა ვიცი როგორ ჩანს კამერაზე, მენისფერი ლამაზი ძაფია, არცია სამნისფერია, არც მენისფერი, ძალიან ლამაზი ფერია. დავიწყოთ მოგსოვა, ეს ნახი 2 და 20-ია, ეხლა ჩემთან კარგა არა ჩანს, 2 და 20-ია ნომერი, ამსხმობით გსოთ, ეს 2 და 20-ია, ერთი ზომით დიდი. გავაკეთოთ წრე, magic ringi და 6 ერთი თვალი ჩავამაყოთ ჯერ, 6 თვალი ამოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 და 6 თვალი ამოვხსოვეთ ჩვენ კალში. ესე მოვჭიროთ. გადავიდეთ მეორე რიგზე. მეორე რიგზე ყველა თვალში 2 თვალი უნდა მოვხსოვოთ. პირველ თვალში 1 თვალში 2 თვალით, ყველა თვალში აბსოლუტურად 2 თვალი უნდა მოვხსოვოთ. სულ 12 თვალი უნდა გამოგვივიდეს. მეოთხე, სულ 12 თვალი უნდა გამოგვივიდეს. თითო თვალში 2 თვალი. მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე. სულ გამოგვივიდა 12 თვალი. მარკერით ჩავნიშნოთ, რომ არაფერი ოსრიგები. გადავდივართ მესამე რიგზე. მესამე რიგზე უნდა მოვხსოვოთ თავიდან ბოლომდე ფლო თვლებით. ანუ წინა თვლის წინა ფრთებით. 1 თვალი მოვხსოვოთ. 1 თვალი მოვხსოვოთ. ხოლო მეორე თვალში წინა ფრთებზე აუცილებლად. ხოლო მეორე თვალში 1 ნამატი. ეს პროცედურა 6 ჯერ უნდა გავიმეოროთ. 1 თვალი მოვხსოვოთ, მეორე თვალში ნამატი. ეს უკვე 2 ჯერ გავაკეთეთ. 1 თვალი მოვხსოვოთ, ხოლო მეორე თვალში ნამატი. ეს უკვე 3 ჯერ. 1 თვალი მოვხსოვოთ, ხოლო მეორე თვალში ნამატი. ეს უკვე 4 ჯერ. 1 თვალი მოვხსოვოთ, მეორე თვალში ნამატი. ეს უკვე 5 ჯერ და ბოლოს 1 თვალი მოვხსოვოთ და მეორე თვალში ნამატი 6 ჯერ. ეს თვლები მეგობრებო, მესამე რიგის თვლები, სულ ყველა აბსოლუტურად ფლოთი უნდა მოვხსოვოთ. სულ გამოგვივიდა 18 თვალი. გადავდივართ მეოთხე რიგზე. მეოთხე რიგზე 2 თვალი უნდა მოვხსოვოთ, ჩვეულებრივი თვლებით უნდა მოვხსოვოთ.
მეორე რიგზე 2 თვალი და ნამატი. 2 და 1 ნამატი. ეს ერთხელ გავაკეთეთ. 6 ჯერ უნდა გავემეოროთ. 2 თვალი და 1 2 3 4 ეს უკვე 2 ჯერ. 1 2 ხოლო მესამე თვალში ნამატი. ეს უკვე 3 ჯერ. 1 2 ნამატი. ეს უკვე 4 ჯერ. 1 2 ვაცრავად. სწორია. ეს უკვე 5 ჯერ და ბოლოს 1 2 3 და 4. 6 ჯერ გავემეორეთ 2 თვალი და ნამატი. სულ გამოგვივიდა 24 თვალი. გადავდივართ მეგობრებო მესამე რიგზე, მესამე არა, მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე ისევ ფლოთვლები უნდა მოგხსოვოთ, ისევ წინა მხარე, ანუ 3 თვალი და ნამატი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 ხოლო მეოთხე თვალში ნამატი. ეს პროცედურა უნდა გავემეოროთ 6 ჯერ. ყველა თვალი ფლოთი უნდა მოგხსოვოთ. ანუ თვლების წინა მხარე. 1 2 3 4 და 5. ეს უკვე 2 ჯერ გავემეორეთ. 1 2 3 ხოლო მეოთხე თვალში ნამატი. ეს უკვე 3 ჯერ გავემეორეთ. 1 2 3 მეოთხე თვალში ნამატი. ეს უკვე 4 ჯერ გავემეორეთ. 1 2 3 მეოთხე თვალში ნამატი. ეს უკვე 5 ჯერ გავემეორეთ. და ბოლოს 1 2 3 მეოთხე თვალში ნამატი. ესე ჩვენი 6 ჯერ. სულ გამოგვივიდა 30 თვალი. ფლოთ მოგხსოვეთ ყველა თვალი. გადავდივართ მე-6 რიგზე. მე-6 რიგზე 4 თვალი მოგხსოვოთ. 4 თვალი კი ბოდიშით. 4 თვალი მოგხსოვოთ ჩვეულებრივი თვლებით, არანაირი ფლო და არანაირი ბლო. 1 2 3 4 ხოლო მე-5 თვალში ნამატი. ეს პროცედურა 4 თვალი და ნამატი 6 ჯერ უნდა გავიმეოროთ რიგის ბოლომდე. გავიმეოროთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მე-6 რიგი 4 თვალი და ნამატი 36 თვალი გამოგვივიდა სულ. გადავდივართ მე-7 რიგზე. მე-7 რიგზე 5 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 4
5 მე-6 თვალში ნამატი. 5 თვალიდან ნამატი 6 ჯერ გავიმეოროთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვთ 5 თვალიდან ნამატი სულ გამოგვივიდა 42 თვალი. გადავდივართ მერვე რიგზე. მერვე რიგზე 6 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ნამატი. 6 თვალის მოგხსოვა და ნამატი გავემეოროთ 6 ჯერ. ჩავიდეთ რიგის ბოლომდე და შემდეგ გავაგრძელოთ. მეგობრებო, სულ გამოგვივიდა 48 თვალი. გადავდივართ მე-9 რიგზე. მე-9 რიგზე 7 თვალი და ნამატი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 და 7 თვალი და ნამატი რიგის ბოლომდე 6 ჯერ გავიმეოროთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო, 7 თვალიდან ნამატი 6 ჯერ, სულ გამოგვივიდა 54 თვალი. გადავდივართ მე-10 რიგზე. მე-10 რიგზე 8 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ნამატი. 8 თვალის მოგხსოვა და 1 ნამატი რიგის ბოლომდე 6 ჯერ უნდა გავიმეოროთ. ჩავიდეთ ბოლოში და გავაგრძელოთ. მოგხსოვთ მეგობრებო, 8 თვალი და ნამატი სულ გამოგვივიდა 60 თვალი. გადავდივართ მე-11 რიგზე. მე-11 რიგზე 9 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 და 9. 9 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ნამატი. 9 თვალი და 1 თვალის ნამატი გავიმეოროთ რიგის ბოლომდე 6 ჯერ. გავიმეოროთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვთ მეგობრებო, 9 თვალი და ნამატი 6 ჯერ, სულ გამოგვივიდა 66 თვალი. ეხლა მეგობრებო, მე-12 რიგზე ვართ. მე-12 რიგიდან მე-13 რიგამდე 5 რიგი 66 თვალი მოგხსოვოთ მეტობისა ნაკლებობის გარეშე. 5 რიგი 66 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო ჩვენი თმების მოგხსოვა. 66 თვალი მოგხსოვე 5 რიგი, აი ასეთი გამოგვივიდა და ეხლა უნდა მოგხსოვოთ ყველა თვალი 66 თვალი ფლოთვლები, ანუ თვალის წინა მხარეები უნდა ამოვლოთ, აი ესე ფლოთვლები. 66 თვალი მოგხსოვოთ რიგის ბოლომდე წინა ფლოთი, წინა თვლებით, აი ასე. აი ეს ორი მხარე ხომ არის, წინა მხარე მარტო უნდა ამოვხსოვოთ. აი ასე. მოგხსოვოთ ფლო 66 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო. ეხლა ეს წინა მხარე უნდა მოხვდეს შიგნითა მხარეს. უკანა მხარე უნდა იყოს ზევით.
აი ასე. ეს შიგნით ჩავატრიალოთ ეს ძაფი. უკანა მხარე ზეით რჩება. კარგი მხარე უნდა დავაკეროთ. აი ასე მეგობრებო. აი ეს უნდა მოგხსოვოთ. ეხლა მეგობრებო 11 თვალი მოგხსოვოთ. აი ესე დავიჭიროთ, შეხედეთ მეგობრებო, შიგნითა მხრიდან. იმიტომაც თმის ღეროები ხავ ჩულკა უნდა მოგხსოვოთ, კარგი მხარე შიგნით უნდა მოხვდეს, უკანა მხარე გარეთ უნდა მოხვდეს. გავაკეთოთ 11 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. 11 თვალი მოგხსოვეთ. მეორე თვლიდან 10 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10. 10 თვალი მოგხსოვეთ. ერთი თვალი, აი ეს მეგობრებო, გამოვაკლოთ, მეორე თვალში ჯეჯეთი ჩავამაგროთ. ამოვიყვანეთ თვალი და გაცურვა გავაკეთოთ. ისევ 11 თვალი. 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. ბოდიშით უკან წამოვიდეთ მეორე თვლიდან 10 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 და 9 და 10 უნდა და 9 გამომივიდა, მეც საწავი და არ ვიცი. 10 თვალი უნდა, ერთი თვალის გამოვაკლებთ, მეორე თვალში ჩაუყრით, ამოვიყვანთ თვალს და წინა თვალს უკანა თვალში გამოვაცურებთ. ესე მეგობრებო 11 თვალის ჰეროვან თვალის აღება და 10 თვალის მოგხსოვა 14 ჯერ უნდა გავაკეთოთ. აი ესე შიგნიდან დავიჭიროთ. 14 თმის ღერი უნდა გავაკეთოთ. გავაკეთოთ და მოვკიდებლოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ 14 ღერი თმისა. ეხლა რიგის ბოლომდე 38 თვალი უნდა მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ დამოუკიდებლად 38 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო 38 თვალი. ეხლა გრძელი ძაფი მოუწყვიტოთ. აი ასე. მოუწყვიტე. თუ თავზეც მივაკეროთ. ეხლა საიდანაც ჩოლკა იწყება, მაღლა გვაქვს ბლოთლები. მაგის თავზე უნდა მოვიყვანოთ ერთი თვალი.
გაცრავთ 31 ჰაეროვანი თვალი. გავაკეთოთ თვალი. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30 და 31. ეხლა მეგობრებო, ეს 31 თვალი გაცურვით უნდა მოგხსოვოთ, ჯეჯეთი. მეორე თვალიდან ამოვიყვანოთ თვალი. წინა თვალს უკანა თვალში ვაცურებთ. 30 ჯეჯე უნდა მოგხსოვოთ. 2 ინგლისურად სისის ეძახიან. 3 სისის თუ რაღაცას ეგეთ მაგვარს ეძახიან. 4 5 ასე ბოლომდე ჩავიდეთ და ჩამაგრებასაც განახებთ. ყველა თვალში ამოვიყვანოთ თვალი და გავაცუროთ. 30 თვალი უნდა გამოგვივიდეს. ჩავიდეთ ბოლომდე და გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო, 31 თვალის 30 ჯეჯე. აქაც ერთ თვალს ვახტებით და მეორე თვალში უნდა ჩაუყაროთ და გაცურვა გავაკეთოთ. ისე 31 თვალი, ისე 30 ჯეჯე. მეგობრებო, რიგის ბოლომდე 31 თვალის თმები უნდა გავაკეთოთ. სულ ყველა თმები 31 თვალი, ჰაეროვანი თვალი, 30 ჯეჯე. რიგის ბოლომდე მოგხსოვოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მეგობრებო, გავაგრძელოთ მოგხსოვა. აქ მოგხსოვეთ 31 თვალი და 10 გაცურვით მოგხსოვა. 30 თვალი ჯეჯე მოგხსოვეთ. ეხლა სულ მაღლა, სულ თავიდან გვაქვს კიდე ფლოები. ამ ფლოში უყრით ძაბს. ფლოში უყრით ძაბს. ისე 31 თვალს გვხსოვთ. 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30 და 31 თვალი მოგხსოვოთ. ისევ გაცურვითი მეთოდი გავაკეთოთ. უყრით თვალში, წინა თვალს უკან ვაცურებთ. ეს გაცურვითი მეთოდი მე დავარქვი მეგობრებო. 2 ისე ქართულად რა ქვია, ნამდვილად არ ვიცი. 3 თურქული იმიდან ვთარგმნი სულ ამ თოჯინებს და თურქულად რო გადავთარგმნი, გაცურვა ქვია, რაღაცაც ისინი იძახიან თურქები. ბოლომდე ჩავიდეთ მეგობრებო, ესე 30 თვალი უნდა მოვხსოვოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო, ეხლა ერთ თვალს ვახტებით, მეორე თვალში გაცურვას ვაკეთებთ
ამოვიყვანოთ თვალი, გავაცურვოთ. კიდევ ერთხელ გაცურვა გავაკეთოთ შემდეგ თვალში. ორ გაცურვას ვაკეთებთ დამთავრების შემდეგ. ოღონდ ერთ თვალს ვახტებით. ისევ 31 თვალი მოგხსოვოთ. ასე მეგობრებო, სულ მაღლა ფლოში უნდა მოგხსოვოთ 4 ცალით მის ღერო 31 თვალი. 30 გაცურვითი მეთოდი უნდა ჩავატაროთ. ხოლო ჩამაგრების დროს ერთ თვალს ვახტებით და ორჯერ გაცურვას ვაკეთებთ. დავამთავროთ და დაგვრჩება მხოლოდ ერთი ფლოს მოგხსოვა და ჩვენი თმა უკვე მზად იქნება. ჩავამთავროთ ეს 4 ხმის ღერი და შემდეგ გავაგრძელოთ. ეხლა მეგობრებო, ისევ გავაკეთოთ თვალი. ესე გავაკეთოთ თვალი და მეხუთე რიგის ფლოში ჩაუყაროთ. აი აქ პირველივე თვალში შევუყაროთ, ჩავამაგროთ თვალი და ისევ 31 თვალი მოვხსოვთ. 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31. ისე მეორე თვლიდან გაცურვა გავაკეთოთ რიგის ბოლომდე. აი ასე. ამოვიღოთ თვალი, წინა თვალი უკანა თვალში გამოვაცუროთ. ამოვიღოთ თვალი, წინა თვალი უკანა თვალში. ასე ჩავიდეთ ბოლომდე და ერთხელაც განახებთ, როგორ უნდა შევაერთოთ თმა კანთან, თავთან და გავაგრძელოთ შემდეგ. მოგხსოვეთ მეგობრებო, ეხლა ერთ თვალს ვახტებით. მეორე თვალში უყრით და ვაცურებთ. კიდევ ერთ თვალში უყრით და ვაცურებთ. ამოყვავს ისევ 31 თვალი. 4, 5. ამოვიყვანოთ ესე 31 თვალი. ეხლა მეგობრებო, დაახლოებით აქ. მესამეს რომ გავაკეთებთ, შემდეგ გავაგრძელოთ. მეხუთე რიგის ფლოზე მოგხსოვეთ 3 ცალი 31 თვლიანი თმა. 3 თმის მერე 80 თვალი ავიღოთ. 1 ცალი 80 თვლიანი. იგივენაირად უნდა მოგხსოვოთ 79 თვალი. 80-იანი ის მოგხსოვოთ. ჰაროვანი თვლები 80 ცალი. შემდეგ ისევ ჩავამაგროთ. შემდეგ ისევ 3 ცალი მოგხსოვოთ. ამის შემდეგ ისევ 1 ცალი 80 გვერდებზე აქეთ იქით 80 თითო ღერი უნდა გავაკეთოთ. იმიტომ ის 80 ღერი თმაზე უნდა დავახვიოთ და იკინები გავუკეთოთ. მეგობრებო, დღეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი თოჯინის სახე. მივაკეროთ თავი, ტანი, ყველაფერი თმები უნდა გავაკეთოთ ამ ვიდეოში. ეხლა ორ მაგძაფს ვაკეთებთ, იმიტომ უნდა დავჭიმოთ სახე და ძაფი რომ არ გაგვიწყდეს. დიდი ნევსი მაქვს, მაგრამ ჩემთვის მსხვილია და ნასვრდებს ტოვებს წვრილი და ძალიან რომ კარგად შედიოდეს ბამბაში, ისეთი ნევსი გვინდა დიდი. უკნიდან შევდივართ ესე მეგობრებო, გვერდიდან ესე და თვალის შუაში სულ მაღლა ცოტა რთული საქმეა ეს და არ უშავს. აი ესე გამოვდივართ მეგობრებო.
დაახლოებით უკან აი ესე ძაფი დავტოვოთ. ეხლა მაგის მოპირდაპირე დაბლა შევიდეთ და გვერდზე გამოვიდეთ ისე ცოტა უკან. აი ასე. ესე გვერდზე გამოვიდეთ. ეს თვალის უკანმა ჩაიმალოს მეგობრებო. ეხლა ნევსი ისევ აი ამ ადგილზე უნდა შევუყაროთ და მეორე თვალის ნახევრის მაღლა ამოვიდეთ. აი ასე. ნახევარში უყრით. ესე შევუყაროთ ნახევარში, ნევსი ისე უკან მხარეს მიუშვიროთ. ეს ძაფი ეხლა ეს უკან ისევ აქ ჩაუყაროთ და უნდა ამოვიდეთ სულ პირველად ადგილზე. აი ასე. ამოვიდეთ იგივე ადგილზე. მოვჭრათ ძაფი. ხელის მეშვეობით ორივე თვალი კარგად ჩავსნიქოთ. ორივე ძაფი ერთ-ერთი ნელ-ნელა გამოჭეთ, იმიტომ შეიძლება ერთ მხარეს გამოვსწრეს. ერთი ორჯერ სამჯერ ჩავამაგროთ. აი ასე. კერძს გამოიშლება, ისედაც ეს კვანძი ცოტა ტოვოთ, არ არის პრობლემა, იმიტომ თმა ეფარებაზეთ. პროცედურები მეჯავრება. ეს ძაფიც მოვჭრათ. მეგობრებო, ისე ვაბაგოთ ორმაგი ძაფი. ეხლა ისევ უყრით უკან გვერდის მხრიდან, უკან მხრიდან. და ეხლა თვალის ნახევარ მხარეს ვაკეთებთ. აი ასე. უკანა ძაფით საკონტროლეთ, რომ გამოსაკაჩად დაგჭირდეს და აი ესეც მეორე ნახევარი.
გაცავთ გავხსნეთ ავტო დაგებრუნდით. გამოვედით აქეთ ხარეს. ეხლა მეგობრებო, ესე გაცურებით გამოვიდეთ მეორე თვალის მხარეს. ჩავუყაროთ ისევ იმ ადგილას და თვალის ნახევარ მხარეს მეგობრებო ძალიან ახლოს უნდა იყოს თვალთან. აი თვალში უნდა მოხვიდეთ, რასაც თქვია, თორე ლამაზი თვალი არ გამოგვია. ერთი თვალით გვერდზე რო გავაკეთოთ, არ გინდათ ესე ისეთ აი ამ ადგილაში უნდა მოხვიდეთ. ჩავუყაროთ მეორე მხარეს. გამოვიდეთ უკან. და ისევ პირვანდელ ადგილას დავუყრდეთ. აი ასე. მოვჭერათ ძაფი და კარგად გამოვქაჩოთ მეგობრებო. ხმულები უნდა გავაკეთოთ აი ასე. ხელის მეშვეობითაც მივეხმაროთ მეგობრებო, აი ასე. ეს ძაფებიც ჩავმალოთ ცოტა. ავაგოთ ახალი ძაფი ნევსზე. ბოლო პროცედურას ვაკეთებთ. ეხლა მეგობრებო, მაღლიდან ცოტა რთულია, მაგრამ 1 2 3 4 თვალებს შორის უნდა ჩამოუყაროთ ნევსი. ჩემი ნევსი დაიკარგა. ამიტომ დიდი ნევსი უნდა ავიღო. მეგობრებო, რაც ძელი ნევსი. გავაგრძელოთ მეგობრებო. ასე იგი დაბლიდან 1 2 3 4 ამ ადგილზე შუაში, თვალების შუაში უნდა ჩამოვიდეთ მაღლიდან. 1 2 3 4 დაახლოებით ამ ნასვრეთში უნდა ჩამოვიდეთ. აი ასე. ეხლა გვერდიდან 1 2 3 და ისევ იმ ადგილზე ავიდეთ. და კარგად ამოვქაჩოთ მეგობრებო. ჭრილი უნდა გაგუჩნდეს. აი აქ. ძალიან კარგად ამოვქაჩეთ. მეგობარი შეგიძლიათ დაიხმაროთ თითი დაკიდოთ, იმიტომ აი გამიწყდა. ამიტომ თავიდან მომიწევს გაკეთება.
კარგით, თქვენ კარგად ამოქაჩეთ და მე თავიდან გავაკეთე. ესეც გავაკეთეთ. აი ესეთი გამოვიდა ჩვენი თავი. ეხლა გავაკეთოთ თვალი, წარბი და შემდეგ მივაკეროთ ტანთან, ასევე ყელის დაყენებას გასწავლთ, მაგრამ ყელი თქვენ უკვე გაკერეთ. თითქმის ყველა ჩემი ვიდეოში კარგად მაქვს ახსნილი ის ყელის ტანთან მიკერება. გავაგრძელოთ. მეგობრებო, ეხლა ნევსზე ავაგოთ თეთრი ძაფი და უკანა მხრიდან, ესე გვერდიდან ჩაუყაროთ ჩვენ თვალის ნახევარში. აი ასე. და აი აქ თვალიდან ჭრილში გავიდეთ მეორე მხარეს. აი ასე. ძალიან არ გაუჭიროთ მეგობრებო, თორე თვალში იკარგება. ორი ძაფი იყო ეს, იმიტომ ერთი ძაფი თვალში ყოველთვის იკარგება. შეგიძლიათ თხლად წებოთი დაამაგროთ. არა მოდის, მაგრამ რა ვიცი, თქვენი სურვილის სამება. აი ასე. ასევე მეორე მხარეს და უკან გავიდეთ. თამაღლა მოვწიო, თორე დაიკარგა უკვე ეს ჩემი ორი ძაფი. ავაგოთ შავი ძაფი. მეგობრებო, თვალის ბოლო აქ მთავრდება. ორი თვალით გვერდზე და ერთი თვალით დაბლა უნდა შევუყაროთ ნევსი. აი ასე. და აი ამ წვეროში უნდა ჩაუყაროთ. გამოვიდეთ მეორე მხარეს. აი ასე. ჯობია უკაცრავად. ჩავიდეთ, იმიტომ ჰაერში დარჩა ჩვენი თვალი. აი ცოტა შიგნით, აი ასე. და მეორე მხარეს გამოვიდეთ. მეტიან ნევსი არ შემომატყდება. აი ასე უფრო ლამაზი გამოვიდა. მეგობრებო, ერთი თვალი დაბლა, ორი თვალი გვერდზე. ერთი, ორი. ეხლა მომხედეთ, აი ასე ხო არის, მაგრამ აი შეხედეთ როგორ აუყაროთ.
აქ გამოგვაქვს თვალი. აი ეს ერთი თვალით მაღლა ადით. ერთი თვალით მაღლა ადით და აი ქვეჭრილში ჩადით. ეს 1 2 3 4 2 4. ეხლა აი აქ ჩაუყართ ამასთან არა, აი ეგრევე თვალის ჭრილში. აი ამ ზოლიდან 1 2 3 4 თვალი გადაითვალეთ და მეოთხე თვალში ამ თვალის აყოლებაზე ადით. აი ასე. ერთი, ორი, სამი, 4 და მეხუთე ერთი თვალით, მე 4 თვალი და მე ერთი თვალით მაღლა ჩაუყაროთ. ეხლა შუალედში უნდა დაგვრჩეს მეგობრებო 2, 4, 6, 8, 10. ზოგჯერ თავი დეფორმაციას იჭერს. თქვენი თვალის ზომის მიხედვით შეგიძლიათ გაასწოროთ. აუცილებელია რა, ჩემსავით 10 თვალი მაგალითად დატოვოთ. აი ეხლა მომწონს. აქ კარგი. ეხლა აქეთა თვალი ვნახოთ როგორი იქნება. ეხლა მეგობრებო 10 თვალი გავაკეთეთ წარბისა, შუალედი. გადავითვალოთ 1, 2, 3, 4. 4 თვალი აქ მთავრდება, მაგრამ ერთი თვალი დაბლა ჩავდივართ და ამ ჩვენი დასასრულის ერთი თვალით მაღლა ამოვდივართ. უკაცრავად აქ 3 თვალი გამიკეთებია ბოდიშით. 4 თვალი გადავითვალოთ. თავიდან გავაკეთოთ 1, 2, 3, 4 და ერთი თვალი დაბლა ჩავიდეთ. აი ამ ბოლო დასასრულის ერთი თვალით მაღლა გამოვიდეთ. აი ასე. და ისევ აი აქ ჭრილში ჩამოვიდეთ და მაღლა ავძვრეთ. სადაც გინდათ გადით მეგობრებო. ხელით გავასწოროთ. აი ასე. ესეთი ლამაზი თვალები გამოგვივიდა ჩემო კარგებო. მოვიწყოთ ზედმეტი ძაფები. ეხლა ავიღოთ ისევ თავისფერი, კანისფერი, ანუ რაფერთაც ტანს და სახეს ვგზოთ, გავაკეთოთ ძაფი ორმაგი, გავაკეთოთ მეგობრებო ცხვირი. თვალი დამთავრდება თუ არა, აი აქ დამთავრდება თუ რა, აქ უნდა გავაკეთოთ ცხვირი. 4 თვალზე უნდა გავაკეთოთ. შუალედი ვიპოვოთ თვალებს შორის 4 თვალი, 1, 2, 3, 4. ეს ძალიან ახლოს მოვიდა. მაგალითად ჩემი 4 ძალიან იკარგება, ამიტომ მე ჩემ თოჯინაზე ავტორს 4 თვალი აქვს დაფიქსირებული, მაგრამ მე ჩემ თვალებზე 3 თვალს გავაკეთებ. თქვენი თავი როგორ იმას იზავს? ესე გააკეთეთ. ავიღოთ ნევსი, დაბლიდან შევუყაროთ და პირველ მარკერთან ამოვიდეთ ფინტის თავთან. აი ასე. თან ხელით ვასწოროთ ძაფი, რომ უსწორმასწორო და მახინჯი ცხვირი არ გამოგვივიდეს. გამოვყაროთ ამ მეორე თვალთან და ისევ იმ ადგილზე ამოვიდეთ. ხელით აუცილებლად თან ვასწოროთ. აი ასე.
ერთხელაც ჩავატაროთ ისევ ის ადგილზე, ისევ იქ ამოვიდეთ. ეხლა მეგობრებო, ჩვენ ნევს ვიღებთ, ვატრიალებთ, ამოტრიალებულ პოზიციას ვაძლევთ და კუთხიდანვე ამ ძაფში ამოგვაქვს. თან ხელით აუცილებლად ვასწოროთ. აი ესე დავიჭიროთ მეგობრებო, თან ვასწოროთ. აი ასე კარგად დააგვირდით, როგორ ვაკეთებ. აი ასე ხელით კარგად მივწიოთ, ავასწოროთ ძაფი, გვერდზე ამოვიდეთ. გავასწოროთ ძაფი, უკანა მხრიდან ამოვდივართ. აი ასე. აი ასე ბოლომდე ჩამოვედით და ჭრილი სადაც გავაკეთეთ, საიდანაც გამოუყარდა, ისევ ჩავიდეთ და სადმე დავიკარგოთ. აი ასე. თქვენ უკა გავმოგვევიდა მეგობრებო. ეხლა უნდა გავაკეთოთ ყურები. თოჯინას ავტორს მაგათაც არ აქვს გაკეთებული ის, რა ქვია, ტუჩები. მაგრამ მე მინდა რომ პატარა ტუჩები გავუკეთო, მაინც უხდება თოჯინას ყოველთვის. რა ფერი ძაფით გავაკეთოთ? რამე ვარდისფერი ავიღოთ და პატარა ის გავუკეთოთ ტუჩები. მეგობრებო, ორმაგის გავაკეთოთ ძაფი. 1 წვირიდან 1 2 3 4 მოდი მეხუთეზე გავაკეთოთ. ესე ტუჩებს და ტუჩებს შორის 2 თვალზე გავაკეთოთ პატარა ესეც. მოდი მე 3-ზე გავაკეთოთ. 3-ზე გავაკეთოთ. დავრდან შევუყაროთ და გამოვიდეთ კენძის თავად. ვიტყვის ნევსი არ ვიხმარო, მაინც ამ ნევს მოვკიდებ ხოლმე ხელს. გავასწოროთ ესე ორი ზოლი. აი ასე. და ისევ დაბლა გამოვიდეთ. ხელით გავასწოროთ თანაბრად რომ იყოს. ეს. ლამაზი გოგონა გამგვევიდა მეგობრებო. გავნასკოთ არ გამოძრვა, მაგრამ მაინც თავი დავიზღვიოთ. ესენი შიგნით მოვაქციოთ. ეხლა მეგობრებო, უნდა მოვხსოვოთ ყური. ავიღოთ ჯერ მოვნიშნოთ ჩვენი წამწამებისგან 6 თვალი უნდა გადავეთვალოთ. 1 2 3 4 5 6. აი ასე. ასევე აქეთ მხრიდან 1 2 3 4 5 6.
მოდით დავიწყოთ მარცხენა ყურიდან. ვაკეთებთ თვალს. აი ასე. და ნევსის ქინძის თავი სადაც არის, აი ესე ერთ თვალზე შევდივართ. გამოგვაქვს თვალი. ერთი თვალი მოგსოვთ. ესე. ეხლა ამ ნასვრეტიდან დაბლა ნასვრეთში უნდა გამოვიდეთ. ვაკეთებთ ტრაბზონს, ორმაგ ტრაბზონს. ნასვრეტიდან მეორე ნასვრეთში გამოვდივართ. ამ უყვავს თვალი. ჯერ ორ თვალში გამოვდივართ. შემდეგ ისე ორ თვალში. ეხლა ორმაგი ტრაბზონი უნდა მოვსოვოთ, ორი ცალი მეგობრებო. ორჯერ ვახვევთ. ბოლო ნასვრეტიდან გამოვდივართ. შემდეგ ნასვრეთში. ჯერ ორი თვალი ამოგვაქვს, მერე ისე ორი თვალი და ისე ორი თვალი. კიდე ორმაგ ტრაბზანს ვაკეთებთ მეგობრებო. ორჯერ ვახვევთ. დამთავრებულ ნახვეტიდან ახალ ნახვეთში ამოვდივართ. აი ასე. ეხლა მეგობრებო, ორმაგი ტრაბზანს ვაკეთებთ. ერთხელ ვაკეთებთ ნამაზს. ამოვდივართ შემდეგ თვალში, აი ასე. ორი და ბოლოს ერთი თვალი მოგსოვოთ. აი ასე. ჩავამაგროთ და მოჭრ დიდი ძაფი ცოტა რომ ნევსით ვამაგროთ. ესეთი ყური გამოგვივიდა. მეორე მხარესაც იგივე, ოღონდაც ეხლა დაბლიდან მაღლა უნდა გავაკეთოთ ჩემო კარგებო. აი თვალის ბოლოს, აი აქედან უნდა დავიწყოთ. და ამ ქინძის თავამდე უნდა ავიდეთ. მოდი ესეც ერთად გავაკეთოთ. გავიდეთ. აი ასე. ქინძის თავიდან ჩაყოლებით ერთი თვალით გვერდზე უკანა მხარეს გავედი. გამოგვაქვს ერთი თვალი, ვაკეთებთ თვალს, ვაკეთებთ ტრაბზანს, ამ თვალიდან მაღლა თვალში ავდივართ ერთი თვალით მაღლა, ჯერ ორი თვალი გამოგვაქვს, შემდეგ ისე ორი თვალი. ეხლა ორმაგ ტრაბზანს ვაკეთებთ. ისე აი ასე ორი, ისე ორი, სამჯერ უნდა გამოვიდავნოთ და ისე ორი. კიდევ ერთხელ ორმაგი ტრაბზანი გავაკეთოთ. ეს ქინძის თავი მოვხსნათ. აი ასე ორი და ბოლოს ორი. ეხლა ტრაბზანი გავაკეთოთ. აი ასე. და ბოლო თვალში ჩავამაგროთ მეგობრებო. ესეც მოვჭოთ დიდი ძაფი და ნევსით ჩავამაგროთ, ჩავალამაზოთ ლამაზად. აი ესეთი ყურიკოები გამოგვივიდა მეგობრებო. ნევსით განახოთ ჩამაგრებაც, დისაგან გაშვა არაფერი არ არის. უკაცრავად
ძალიან ცერქი ძაღლი მყავს. ეხლა მეგობრებო, ბოლო ნასხვერეთში უყრით ნევს და მაღლა სადმე აი ესე გამოგვაქვს. აი ასე. ესეთი ჩავმალოთ. და მოვჭრათ ძაფი. დაბლით ამ მხარეც ასევე გავაკეთოთ. ესე გამოვიყაროთ. ეხლა მეგობრებო, გავამზადოთ ჩვენი ყელისთვის მართული კაბელი, ელექტროკაბელი. ჩემი ყელისთვის 1.5-იანია, ტანი ხელებისთვის კარგი 1.5-იანი, მაგრამ ვეღარ ვიშოვე, ცოტა სხვილი. ცოტა თხელია ყელისთვის. ამიტომ ერთ სამახს გავაკეთებ. აქეთა ყურიც ასე ჩაამაგრეთ, შემოკარგებო. გავაგრძელოთ ქსოვა. ეხლა ტანიც უკვე მოვიტანეთ, ჩვენი დავდოთ აქ ტანი, ავიღოთ კაბელი. აი ასე. უბიდან დაახლოებით აი თავით საქმე ვადოთ. აი აქამდე რო უნდა მოვიდეს დაახლოებით თვალამდე. მაგ ხელა კაბელი თუ სხვილია, ორი პირი სულ ყოფნის. მაგრამ ჩემი ცოტა თხელი ამას გავაკეთე თოჯინა და თავმა თამაში დაიწყო. მე სამ რიგს გავაკეთებ მეგობრებო. აი ასე. ესე სამი რიგი გავაკეთეთ, ცოტა ესე დავკრიხოთ. აუცილებლად თავში და ბოლოში სკოტჩი გადავახუროთ მეგობრებო, რომ ეს ცოტა ის არის თხელი კაბელია, მაგრამ მაინც არცად არ გამოყავს თავი და ჩვენი პატარები არ დაასიანოს. ამჟამად პატარა სკოტჩი მაქვს ისევ, ვერ მეღირსა ყიდვა. ეხლა თუ ორ პირს გააკეთებთ, მაღლა აღარ გინდათ. ეხლა მეორე სამი პირი რო გავაკეთებ, მაღლაც ბასრია და დაბლაც, ამიტომ ცოტა სახით ვთქვა. ესეც ასე. ჩვენ თოჯინას ოპერაცია უნდა ჩაუტაროთ. ესე. ავიღოთ მეგობრებო, გრძელი მაკრატელი, რაც გრძელი უკეთესი. და ბოლომდე ესე ბამბა უბემდე ადგილი გაუნთავისუფლოთ ჩვენ თოჯინას, თოჯინის მართულს. აი ასე. და ნელა ჩავატაროთ მუცელში. აი ასე. ეხლა კარგად მაღლა ყელამდე, ასევე თავით უნდა ჩავატარავთ, თავშიც უნდა ჩავატარავთ მეგობრებო, კარგად. აი ასე. ბამბით ეხლა მეგობრებო, კარგად ამოვაფსოთ ყელი მაღლამდე და გავაგრძელოთ.
გავაკეთეთ მეგობრებო, ამოვაცეთ ეს ყელი კარგად გულმკერდი. გვერდებზე კარგად შევდევნოთ. ესე ჩავატაროთ კარგად. ესე გავასწოროთ კარგად ტუჩების სახელმწიფოებს შორის და გავკეროთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ, რომ უფრო მეტი და მეტი ვიდეო ნახოთ. შემდეგ ვიდეოში უკვე უნდა ჩავწეროთ თმები, დასაცმელი კაბა, ბლუზკა, ტუფლები, აბადოკი გვაქვს ძალიან ლამაზი უნიკორნის. შემდეგ შეხვედრამდე მეგობრებო. თოჯინის თმის ახსნა მინდა. ესე ავწიოთ ცოტა მაღლა. აი ასეთი გამოგვივიდა ჩვენი თოჯინის თმები. წარბზე ესე უნდა იყოს ჩოლკა. ჩოლკით უნდა ჩაამაგროთ ქინძის თავებით. შემდეგ უკანა მხარე დაამაგროთ ქინძის თავებით. გარშემო შევკეროთ. ძალიან ბევრი ვიდეოში მაქვს თმების შეკერვა გაკეთებული, იმის მიხედვით შეგიძლიათ. აი ესე უნდა გააკეთოთ. ქინძის თავი დაამაგროთ, არა იპრიხოს. კარგად იცით, რომ 31 თვლები გვაქვს სულ მოქსოვილი თმის ღეროებზე. მაგრამ ორი თმის ღერო აქეთ და იქით მხარეს 80 თვალი გვაქვს ამკეთებული. ერთი 80 თვალი აქეთ მხარეს მოხდება, ერთი იქით. აი ასეთი სტრუქტურა იქნება. ამ 80 თვალისთან ერთად შევკრებავთ ამ თერთმებს, გავაკეთებთ კიკინას და 80 თვლის ნაწნავით აი ასე დავახვევთ მეგობრებო თმას. ეს იყო სულ ჩვენი თმა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.